სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით 46-ე ნაწილზე, რომელიც 2000 წლის 14 მაისს არის ჩაწერილი. ძალიან ყურად მისაქცევია ეს კითხვა, გარკვეულწილად მეგონი ერთხელ კიდევაც გასცა პასუხი თუ არ მეშლება, გარკვეულწილად, მაგრამ ეხლა უფრო დეტალურად გაცემს ჯონ მაკარტური ამას პასუხს და ჩემთვისაც ძალიან ყურადსაღები იყო. როდის ხდება საზოგადოება, როდესაც უკვე მიღმა არის ღმერთის მადლის და ღმერთი უშვებს ამ საზოგადოებას თავის ნებაზე. და ნახეთ ეს ამაზე გაფრთხილებები ძალიან ბევრჯერ იყო ამერიკულ საზოგადოებაში და დღეს საქართველოსაც დაუდგა ეს ჯერი. აი ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ყოველგვარი პოლიტიკური ცდელობა, ყოველგვარი კიდევ რაღაცა დიდი იმედები, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცა საღგონებაზე მოეგება, მე არ ვიცი, აი ჩვენ ალბათ წითელ წიგნში ვიქნებით შესატანი ძალიან მალე, ადამიანები რომლებიც საღად აზროვნებენ, მოდი თქვათ შეიძლება ქრისტიანებზეც რო თავი იმას აქვთ, ხო? ჭეშმარიტ ქრისტიანებს, აი საღად რო აზროვნებენ, საქართველოში ხედავთ რომ ეს საღი აზრი ტოვებს საზოგადოებას. და უკვე ირგვლივ ხედავთ სიგიშეს. და აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ ის გვჭება, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე გავიდეთ. აი მეც სიმართლე უნდა გითხრათ, ამან მაიძულა მე, რომ გადავსულიყავ ესეთ რეჟიმში, რომელიც არის უფრო პასიური რეჟიმი, ჩემი აქტივობისა და მიმემართა ამ მეთოდისათვის, რაც არის თუნდაც აი თარგმანა მიწოდება ინდივიდებზე. და დიდი გამარჯვება თუ ორ ადამიანსაც შენ ნამდვილად გააგებინებ რაღაცას, იმიტომ რომ ღმერთი აი ამ ადამიანებისთვის გვაძლევს ჩვენ ამ მანდატს და გააქტიურებას. საზოგადოებაზე უკვე მე დიდი ხანია ვეღარ ვფიქრობ, როცა ადრე ვფიქრობდი რომ შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ეს მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ხედავ რომ მართლაც ღმერთმა მიუშვა ისინი თავის ნებაზე, რომელიც აღწერილია რომელთა წერილის პირველ თავში. ვისაც არ გაქვთ ეს, ეხლა ჩვენ მუხლებს წავიკითხავთ და შეგიძლიათ კარგად გადახედოთ. კითხვა ესეთი არის. სალამი ჯონ, გამარჯობათ, მე მქვია ჯონათანი. ჯონათანი გახსოვთ ეს სახელი ბიბლიურია, საულის შვილს ეთქვა, რომელიც იყო დავითის შესანიშნავი მეგობარი და შესანიშნავი სიყვარული აღწერილი იქ. რომელიც ძალიან ბევრს ტვინგადაბრუნ ადამიანს ჰომოსექსუალური ურთიერთობა გონია, მაგრამ ეს ესე არ ყოფილა. მათ კულტურაში ესეთი რამე მიუღებელი იყო და თუ იყო, ეს დაგმობილი იყო მკაცრად, ასე რომ იქ რამე ყოფილიყო, ბიბლია არ დაგვიწერდა ჩვენ ამას. უბრალოდ მათი სიყვარული აღემატებოდა, ბიბლია ამბობს, ქალისა და კაცის სიყვარულს. და ეს ხდება მამაკაცებშიც, ვისაც ეს არ განუცდია. ეს ორი სახელის ნაჯვარია, ჯონი, იოანე, იოცით ხო, იოანე და ნათანი. ეს ორივე სახელია და აქ არის ორივე ერთად ჯონათანი, იონათანი, შეიძლება ქართულად ესე იყოს უფრო სწორი. და ნახეთ რა საინტერესო კითხვას ასვავს. ღმერთი ჰომოსექსუალების ცოდვას ჰეტეროსექსუალებს შორის სიძვის ცოდვაზე უარესად მიიჩნევს? და მე დავასათაურ შევამოკლე YouTube-ისთვის, ღმერთისათვის ჰომოსექსუალობის ცოდვა ჰეტეროსექსუალურ სიძვის ცოდვაზე უარესია? და ნახეთ ჯონ მაკარტური რა ძალიან მაგრა, ძალიან კარგად დაახლოებით პასუხიც მეც მქონდა ამაზე, მაგრამ უფრო და უფრო კარგად ჩამოაყალიბებს ახლა ბატონი ჯონი ამას. თუ კატეგორიულად მიუდგებით, არა. და გეტყვით რატომ. რადგან როდესაც წმინდა წერილში ცოდვების ჩამონათვალი გვაქვს, მაგალითად, კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-6 თავში, მე-9 მუხლში ის ამბობს, ნუ მოტყუდებით. არც მეძავები, არც კერპთაყვანისმცემლები, არც მრუშები, არც ჰომოსექსუალები, არც სოდომისტები, არც ქურდები, არც ხარბები, არც ლოთები, არც მლანძღველები, არც მტაცებლები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნახეთ როგორ არის ჩამოყოლილი. ხედავ, პირველი მეძავეებია, მერე კერპთაყვანისმცემლები, მერე მრუშები და მერე ჰომოსექსუალები და მერე სოდომისტები. კატეგორიულად ყველაფერი ერთსა და იმავე სიაშია თუ დააკვირდებით. ალბათ, როდესაც სოდომისტებს, ჰომოსექსუალისტებს ადარეთ, ზოგი იტყვის, რომ ჰომოსექსუალები შეიძლება ეხებოდეს ეგრეთ წოდებულ კატამიტებს. მათ ვინც ჰომოსექსუალებს ემორჩილება, შესაძლოა, რომელიც არის უფრო სუსტი პიროვნება ამ კავშირში, რომელიც პედოფილს ემორჩილება. ამგვარი რამე, რომ ჰომოსექსუალიზმის აქტივობის აღსანიშნავად ორი განსხვავებული ტერმინი გამოიყენებაო. ზოგიერთი ამ სიტყვებს ტრანსვესტიტების და ტრანსგენდერების ადამიანებზეც ავრცელებს. მაგრამ როდესაც ასეთ სიას უყურებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხედავთ რომ ისინი ყველა ცათა სასუფლების გარეთ რჩებიან.
ამიტომ კატეგორიები თუ ვიმსჯელებთ, კატეგორიულად ისინი ყველა ერთნაირ სიტუაციაში არიან, ანუ განწირულები არიან. ისინი განისაზღვრება თავიანთი ცოდვით. შემდეგ მე-11 მუხლში ამბობს, ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, ანუ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი სამეფოს გარეთ ყოფი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ცოდვებია, მაგრამ ყველა მათგანი პატიებადია. ასე არ არის? იმიტომ რომ ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. იცით წარმართულ საბერძნეთს წერს და რა ხდებოდა საბერძნეთში და ძალიან ბევრი მობრუნდა. მათ არ იცოდნენ ბავშვობიდან როცა ესე იზრდები, ხომ? ასევე რომაულში მერე გადადის ბერძნებიდან, ჩვენ ვიცით ამათი ისტორიები როგორ იყო იმპერატორებზე ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო. და ის კორინთელთა ეკლესიას ეუბნება ამას, რომ ეს სია არის ის სია, თუ ვიყავით ადრე და ზოგიერთი თქვენგანი აქ იყო, ზოგი თქვენგანი აქ იყო და ზოგი თქვენგანი იქ ასე ცოდვა შადიოდა. ასე რომ თუ მართალია რომ ეს ცოდვა სხვა მრავალთან ერთად განსაზღვრავს სამეფოს გარეთ ცხოვრებას, ასევე მართალია რომ ეს ცოდვები პატიებადია. მაშინ ამ გაგებით ის არანაირად უარესი არ არის, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მაგრამ ამის თქმის შემდეგ ვიტყოდი ამას. როდესაც ჩვენ მივდივართ უკვე რომაელთა წერილთა პირველ თავთან, გახსოვთ ხომ, რომაელთა ეპისტოლეს პირველ თავს უყურებთ და უნდა გადავხედოთ ამას მე-18 მუხლში, ღვთის რისხვა ზეციდან ყოველგვარი უღმერთოების წინააღმდეგ ვლინდება. ღვთის რისხვას აქ გარკვეული თანმიმდევრობა. თანმიმდევრობით მომდინარეობს. რომელთა პირველ თავში, პირველ რიგში 24 მუხლს თუ უყურებთ, აქ არის ღვთის რისხვის განმარტება. ახლა მოდი და მე მას რაღაცნაირად შევაჯამებ. წაიგითხეთ რომაელთა პირველი 18 ღვთის რისხვის შესახებ და ჩვენ ვამბობთ. კარგით, ღვთის რისხვა, რაზე საუბრობთ? და ეს იყო ჩემთვისაც ძალიან საინტერესო, მე მონასვენი ქონდა, მაგრამ ამ კატეგორიების ჩამოთვლა ძალიან საინტერესო არის. მოусმინოთ ახლა, ნახეთ, არსებობს რისხვის 5 სახეობა. არსებობს მარადიული რისხვა და ეს არის ჯოჯოხეთი, ცეცხლის ტბა, სამუდამოდ მარადიული განსაჯელი. არსებობს ფიქრობ ის, რასაც შეგვიძლია ჩვენ ესხატოლოგიური რისხვა უწოდოთ. ანუ უკანასკნელ დღეებში, როდესაც რისხვა გამოვლინდება. გამოცხადების მე-6-დან მე-19 თავამდში აღწერილი რისხვა. როდესაც ყველა ბეჭდები იხსნება, საყვირები გაიჟღერებს და თასები გადმოიღრება სამსჯავროდ. ეს არის საბოლოო ესხატოლოგიური რისხვა. არსებობს მესამე, როგორც გითხარით, ესე იგი, შეიძლება უწოდო ამას კატასტროფებით და კატასტროფული რისხვა. რაც ვლინდება წარღვნაში, სოდომისა და გომორის განადგურება, გახსოვთ ასევე ვაკეზე ქალაქის განადგურება, კაპერნაუმის განადგურება, ღვთის სამჟავრო კორაზინზე და ბეთსაიდაზე იესო რო გააჟღერებს. ისტორიაში ღმერთმა განიკითხა მთელი ცივილიზაციები ამ კატასტროფებით, რომლებმაც აიყვანეს ურწმუნო ადამიანები და კატაპულტირება მოახდინეს მარადიულ ტანჯვაში. როგორიც არის პომპეი, იცით ხომ? რომელიც სიტყვით ცნობილი იყო როგორც გარყვნილების ქალაქი, ასე რომ თქვენ გაქვთ მარადიული რისხვა, პირველი, ესხატოლოგიური მეორე და მესამე კატასტროფული რისხვა. შემდეგ მოდის, რასაც მე ვუძახი ბუნებრივ რისხვას. და ამას დავარქმევდი ამას. ეს არის ღვთის რისხვა, რომელიც მოდის თესვისა და მომკის ფორმით. თუ მთელი ცხოვრება თქვენ ლოთი იყავით, შეიძლება მოკვდეთ ღვიძლის ცეროსით. თუ მთელი ცხოვრება სექსუალურ ცოდვაში იცხოვრებთ, შეიძლება შეამციროთ თქვენი სიცოცხლე და მოკვდეთ რაიმე ვენერიული დაავადებებით. ანუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით და მათ შორის შეიძლება იყოს შიდსიც. ამიტომ არის გარკვეული რამ, რაც შადებულია, რაცაც დათესავს ადამიანი, იმას მოიგეს. ეს კიდევ ერთი სახის რისხვაა, მაგრამ აქ საუბარი ჩვენ რაც გვაქვს, არის მე-5 სახის რისხვაზე. და ეს არის მიტოვების რისხვა. როდესაც ღმერთი ტოვებს ადამიანს, ან ტოვებს თლიან საზოგადოებას და გადაცემს თავიანთ ცოდვებს. ეს არის ღვთისის სასამართლო აქტი, რომელიც თავის ნებაზე მიუშვებს ცოდულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის წყვეტს მას ხილებას, განკითხვას და ის წყვეტს მოწოდებას. ხელს იქნებს. ეს არის გადმოცემული დაბადების წიგნის მე-6 თავში, სადაც ღმერთი ამბობს: ჩემი სული ყოველთვის არ იქნება
ჭიდილში ადამიანთან. და გახსოვთ, იწყება მერე ის ნოეს დიდი წარღვნა. დგება მომენტი, როდესაც ღმერთი ამბობს: მე თქვენ გიშვებთ თქვენ ნებაზე. და როდესაც ღმერთი უშვებს საზოგადოებას, რომელთა წერილს 24 მუხლში ამბობს, ის მათ უწმინდურებას გადაცემს. გახრწნილი გონებას. და ეს არის სექსუალური ცოდვა. შემდეგ 26 მუხლი ის მათ საზიზღარნებებს გადაცემს და ქალები ბუნებრივ ურთიერთობას ბუნების საწინააღმდეგოდ იცვლიან, მაგრამ ასევე მამაკაცები, რომლებიც ტოვებენ ქალის ბუნებრივ ურთიერთობებს, ერთმანეთის მიმართ ვნებით იწვიან. კაცები მამაკაცებთან შადიან სამარცხვინო საქმეებს, ასე რომ თქვენ გაქვთ ლესბოსელობა და ჰომოსექსუალიზმი, რომელიც მოყვება სექსუალურ ცოდვებს. თავიდან სექსუალური აღვირახსნილობა, შემდეგ ჰომოსექსუალიზმი. როდესაც ღმერთი უარს ამბობს საზოგადოებაზე, ისინი სექსუალურ ცოდვაში იძირებიან და შემდეგ უფრო ღრმად იძირებიან ჰომოსექსუალურ ცოდვაში. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა მისატევებელი ცოდვაა და კატეგორიულად არ არის უარესი, ვიდრე სხვა დანარჩენი, როდესაც ის საზოგადოებრივ დონეზე ხდება და უკვე კანონდება, ეს იმის დასტურია, რომ საზოგადოება ადასტურებს მას, რომ ეს ნორმალური ქცევა უკვე საზოგადოებაში. და ეს იმის დასტურია, რომ ღმერთმა ეს საზოგადოება თავის ნებაზე მიუშვა. თუ ამერიკას ახლა თქვენ შეხედავთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ 60-იანი წლების სექსუალური რევოლუცია, რომელიც ახლა უკვე 90-იან წლებში ჰომოსექსუალურ რევოლუციად გარდაიქცა, რომლის დროსაც ჰომოსექსუალებმა ხელახლა განსაზღვრეს თავიანთი თავი, როგორც უმცირესობა, როგორც რასობრივი ჯგუფი, რომელიც ითხოვს თავიანთ უფლებებს და დამკვიდრებას საზოგადოებაში. და ამიტომ მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაც შეეხება ინდივიდუალურ ცოდვას, არც ისე უფრო დამამცირებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა და ასევე მისატევებელია, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ როდესაც საზოგადოებას წესშვეულებად ეს იქცევა, ეს უკვე იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ღმერთმა ეს საზოგადოება ამ ცოდვებს გადასცა. ამ ეტაპზე შეიძლება იყოს იმის დასტური, რომ საზოგადოებაში ბევრი უკვე გამოსყიდვის მიღმა დარჩენილი, რადგან მათ მადლის ზღვარს გადააბიჯეს და იმის გარეთ აღმოჩნდნენ. ასე რომ ღმერთი მათ უკვე აღარ ამხელს თავის ნებაზე უშვებს. გასაგებია და ამის საპასუხოდ ჩვენ გძულს ჰომოსექსუალური ცოდვა მისი სიბილწისა და გარყვნების გამო, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს იგივე ცოდვაა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელმაც შეიძლება ადამიანი დაღუპოს და მიღმა დარჩეს სამოთხის. ამიტომ ჩვენ უნდა მოუწოდოთ ამ ცოდვილს მონანიებისაკენ და შევთავაზოთ მათ ხვის მადლი და ღვთის მიტევება, რომ ისინიც მისატევებელია და ღმერთს შეუძლია მიუტევოს მათ. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის როლი ვითამაშოთ და დავახარისხოთ ესენი აქ, ვინ უფრო ცოდვილია და ვინ ნაკლებად ცოდვილია, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი შეიძლება ჩვენ საზოგადოებას თავის ნებაზე უკვე უშვებდეს. შესაძლოა ღმერთი აღარ იბრძოდეს ამ საზოგადოებასთან. და შესაძლოა მან რომ მიატოვა ამერიკა როგორც საზოგადოება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის ინდივიდუალურ ადამიანებს ისევ იხსნის და ინდივიდუალური ადამიანები ისევ ეხმაურებიან და იღებენ მის სახარებას. გასაგებია, დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.